ახლო აღმოსავლეთის მიმართ შეერთებული შტატები აღარ არის დაინტერესებული და აღარ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სივრცე მისთვის და თავარი ესე იგი გეოპოლიტიკური თამაში გადაინაცვლა შორეულ აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, ეს არის ჩინეთი და ეს არის ინდოეთი. ეს ბადებს ერთ მნიშვნელოვან კითხვის ნიშანს, რაც ჩვენთან მიმართებით აქტუალურია. განსაკუთრებით კავკასიაში. თქვენ იხილეთ აი ამ სწორედ ამ ესეთი ამერიკა, კავკასიის, სომხეთი, ფაშინიანის, ალიევის ურთიერთობების აქტუალიზების ფონზე, როგორ აგრესიული მესიჯები გამოუშვა ალიევმა რუსეთთან მიმართებით, თუმცა დარეგულირდა ეს კონფლიქტი, რა თქმა უნდა, თუმცა შეგულიანების ცდელობა ამერიკელების მხრიდან ეს ცალსახა იყო. რა პასუხს გასცემს ამაზე პუტინი? ალბათ ეს კითხვა ხდება აქტუალური, უბრუნდება, რადგანაც ჩემი აზრით დრო აი უკრაინის კონფლიქტთან ერთად დრო დგება იმისა, რომ ფაშინიანთან და ალიევთან რაღაცნაირად ურთიერთობები უნდა გაირკვეს